მინისტრი დადგება თავის ტრიბუნასთან, ვინაიდან ჩვენდველით რაიმე ტიპის საინტერესო განცხადებას მისგან ან ფაქტების შემცველს ან შეფასების ბუნებრივია ბოლდროინდელ კრიმინალურ სიტუაციასთან დაკავშირებით დედაქალაქში შესაძლოა დემონსტრუასთან დაკავშირებითაც, თვითმფრინავის ფაქტთან დაკავშირებითაც, ასე რომ არის უკვე მინისტრი ხაზზე. ჯერ არა. ამიტომ ასე ვთქვათ, ჩვენ ველით ამ ბრიფინგს დაწყებისთანავე შემოგთავაზებთ, მანამდე ქალბატონ სევდიას მინდა მივცე შესაძლებლობა, რომ გამოეხმაუროს იმ არგუმენტებს, რომელიც აი სწორედ იმის დასაცავად მოიტანეს თქვენმა ოპონენტებმა, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია რუსთავიორთან და თუ ხელისუფლება სურდა რუსთავიორის დახურვა, ამას უფრო მოკლე გზით, უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად მოახერხებდა. ცივილიზებულად თან კლებს. პირველ რიგში მე მინდა გამოეხმაურო იმას, რომ კალაძის მიმართ რაღაცა თურმე საშინელება ხორციელდება და მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია ირღვევა. მე მინდა საზოგადოებას განუმარტო, რომ დანაშაულის სახით, დანაშაულის ფორმით მისთვის არაფერი არ დაუბრალებიათ, აქედან გამომდინარე უდანაშაულობის პრეზუმპციაც ვერ დაიღვევა. თუ ჩარევა იქნება, ეს ჩარევა თავისთავად დანაშაული კი არა არის არაეთიკური საჯარო პირისთვის შეუფერებელი საქციელი და პოლიტიკოსისთვის სრულად შეუსაბამო საქციელი, თუ მას ლაპარაკი არის იმაზე, რომ მას მეგობრული ურთიერთობები აქვს კრიმინალურ სამყაროსთან, თუ ამ კრიმინალურ ქმედებებში, რომელსაც რა ვიცი, რემენა და ვიღაცები ჩადიან, არ არის მონაწილე და მხოლოდ სიყვარული აკავშირებს მათთან, ესეც არ არის დანაშაული, ასე რომ ამის თქმაც არ არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა და ასე შემდეგ. ასე რომ ამასთან მიმართებაში რომ კალაძე რაღაც დაჩაგრულ პირად წარმოადგინოთ, ამას არ ვეთანხმები, მაგრამ მეორე რამე ბატონ სევდი, აი მოდით ერთად მოусმინოთ მინისტრის განცხადებას და დავუკვირდით. რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით და მე მინდა გამოვეხმაურო ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს, ფაქტებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება. პირველ რიგში მე უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დემონსტრუას გარდაცვალების გამო. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, თუ სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი გადასტუმის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური. ჩვენი ვალია გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა, რათა ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი. პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადასტომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს. ის რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდენციად არ იქცეს, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოხდეს კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე. ჩვენ სისტემაში 40,000 პოლიციელამდე მუშაობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალი არის. ეს ადამიანები თქვენი ოჯახების, თქვენი შვილების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან 24 საათის განმავლობაში. ამიტომ მოუწოდებ ყველას ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას, მიაყენებთ ჩრდილს მთელ ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას. ხაზგასმით ვაცხადებ, სისტემა როგორც არასდროს ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი. შესაძლოა ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ კონკრეტული შემთხვევების ან შესაძლო გადაცდომების მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით. ადამიანებმა, რომლებიც შეგნებულად უტევენ ამ ინსტიტუტს, ძალიან კარგად იციან, რომ პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების ფუნდამენტია და მისი დაკნინება შეასუსტებს თავად ქვეყანას. აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისში მომხდარ რამოდენიმე კრიმინალურ ფაქტზე. თავად ხედავთ, რომ თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება. ცხელ კვალზე გაიხსნა ეს დანაშაულებიც.
თუმცა საპოლიციო საქმიანობაში არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და აქ საზოგადოების განწყობას, მის თანამშრომლობასა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი, უნდა გადავწყვიტოთ. გვინდა პოტენციური დამნაშავების, ინსინუაციების დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება, თუ ჩვენი პოლიციელებისათვის და შესაბამისად უსაფრთხოებისათვის ხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ წინ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. პოლიტიკური ვნებათა გარემოში ჩატარება. მესმის რომ წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკური ვნებათა ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას. ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას. პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები, მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველყოთ თქვენი უსაფრთხოება. ამ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას ამდენად ხაზგასმით ვაცხადებ. პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი შემადგენლობა არ დაუშვებთ ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით, ჩვენ ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალების წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე ერთი წამით დავაცალოთ ერთმანეთს რა. თქვენ კითხვასთან დაკავშირებით არც ერთი კრიმინალური ავტორიტეტი საზღვარზე არ გადმოსულა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ხოლო რაც შეეხება თქვენს კითხვას კალაძესთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ სასაცილოა უბრალოდ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც არ მსურს. რამზანეთ? მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ინტერესებიდან წინასწარ მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ბატონო? დავაცადოთ ერთმანეთს. თევზაძის მიმალვა რაშუაში არის სამხარეოს პოლიციის უფროსის არ მესმის. არა. არა. თავ შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე. მათთვის ყველაფერი გაყალბებულია ამ ქვეყანაში, მე უბრალოდ სტატისტიკას მოგიყვანთ, ძალიან მარტივ სტატისტიკას მოგიყვანთ, კიდე შეგახსენებთ, რომ დაუბრუნდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მარტო ბერლინის მასშტაბით. ერთ წელიწადში ფიქსირდება 9 მილიონი დანაშაული. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის პრესკონფერენციას, მაგრამ რამდენიმე აქცენტი გააკეთა ამ ბრიფინგზე. ერთი, რომ დემუსტურუას ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა, მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო, თქვა, რომ პრინციპული პოზიცია აქვს, რომ ყველა თანაბრად უნდა აგებდეს პასუხს კანონის წინაშე, თუმცა აქვე სთხოვა ყველას, ვინც აკეთებს განცხადებებს მსგავს თემებთან დაკავშირებით, გაუფრთხილდნენ პოლიციელის იმიჯს და თავში იკავონ მთელი სისტემის დადანაშაულებისგან და ამ კონკრეტული ტიპის ფაქტების გამსობისგან მთელ სისტემაზე. ასევე მან ისაუბრა თბილისში მომხდარ რამდენიმე კრიმინალურ შემთხვევასთან დაკავშირებით და პოლიციის პოზიტივად ჩათვალა ის, რომ ყველა დანაშაული უმოკლეს დროში, თითქმის ყველა დანაშაული გაიხსნა ცხელკვალზე. ასევე მან მოქალაქეებს ხოლმე მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და მონაწილეობა მიიღონ მსგავსი ფაქტების პრევენციაში პოლიციასთან ერთად. მოდი ჩვენ გადმოვინაცვლოთ ისევ სტუდიაში და მინდა რომ ქალბატონ
შევდიათთან გადავიდე ერთი კონკრეტული ფრაგმენტით. არ დაუშვებთ ნებისმიერ დესტაბილიზაციის მცდელობას. ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ერთი კონკრეტული გზავნილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. მე გუშინ მოვისმინე ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, ასევე თქვენც ალბათ, რამდენიმე განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს დესტაბილიზაციის კონკრეტულ ფაქტებს. იგივე კალაძეს ჰქონდა მსგავსი განცხადება, რომ მზადდება ჯგუფები, რომლებიც შევლენ საარჩევნო შეხვედრებზე, იქ იქნება არეულობები. ბიძინა ივანიშვილმაც თქვა ამის შესახებ, რომ აყირავებას ცდილობს სიტუაციის ეს მისი ფრაზა მიხეილ სააკაშვილი მიიღეთ თუ არა ეს რაღაცნაირად თქვენ დამატებით გაფრთხილებას უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ეს გეხებოდა თუ არა თქვენ როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გამოთქვა მის გამო რომ ეს ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი რომელიც ესე იშვიათად ჩანს და უფრო მეტ ცეცხლობა საზღვარგარეთ დადის და ჩანს რომ ცუდი ადამიანი არ არის ესეთი უსუსური გამოვიდა და არაფრის მთქმელი გამოსვლა ქონდა ქონდა გამზადებული მესიჯები მიწოდებული ცდილობდა რომ კაცი ტონით ეთქვა რომ არ დაუშვებს დემონსტრაციაზე ძალიან ნაკლები თანაგრძნობა მოვისმინე მე აქ და იმაზე რომ ვინც მიიყვანა თვითმკვლელობამდე წამების გზით ეს ადამიანი როგორ ეს ნაკლებია გირგვლიანზე მაინც თვითონ იძალადეს და თვითონ დამნაშავეები იყვნენ და ეს ისე გაუმწარებიათ ეს საწოდავი რომ თვითონ კიდევ სოდვაც ჩაიდინა და მოიცრაფა სიცოცხლე ასე რომ თუ ლაპარაკია პოლიციელების მხრიდან უმსგავსო საქციელზე სწორედ ამას უნდა მიძღვნოთ აი უსუსური რატომ იყო თქვენ მეტ კრიტიკას ელოდით იმ კონკრეტული პოლიციელის მიმართ რა თქმა უნდა და უსუსური იყო იმიტომ რომ ლაპარაკობს პოლიციელის მუნდირის დაცვაზე იმ ხელისუფლების ნაწილი მინისტრი სადაც პოლიციელების ცემისთვის და დასისხლიანებისთვის 100 ლარით აჯარიმებენ, სადაც პოლიციელებს კლავენ, სადაც ისეთი ამინდი შეიქმნა, რომ პოლიციელები, რომლებიც თავის დროზე თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ და ამ დროს ქონდათ შეცდომა თუ ქონდათ დანაშაული ეს გადატანილი იქნა მთლიანად სხვა პოლიციელებზე და ასეთ შემთხვევაში დაცვა ღებრიშვილისგან კი არა ხელისუფლებისგან ზუსტად ეს გამოსვლა შეიძლება ასე ითქვას გავტომანისგან რაღაც მსგავსი რეაქცია მოვისმენთ თუმცა ბატონ ნიკაშვილმა რა შეიძლება არ შეიძლება ჯერ დამთავრდა და არ შეიძლება დასრულეთ იმ ხელისუფლებისგან რომელიც თვითონ არიცავს თავის პოლიციელებს და თვითონ მის მუნდირის ღირსებას ლახავს ეს არის სრულიად მიუღებელი და მას ჰქონდა დავალება როგორც ჩანს მიღებული და როგორც ჩანს თვითონ არ არის ესეთი ადამიანი და უჭირდა ესეთი მუქარის ტონით ლაპარაკი რას არ დაუშვებს რასაც თვითონ ამზადებს ეს ხელისუფლება იმას არ დაუშვებს ნუ დაუშვებს დესტაბილიზაციას თვითონ ამზადებს ხელისუფლება ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების რეიტინგი არის მუდმივად ვარდნადი და მუდმივად ქვემოთ მიდის და ნაციონალურ მოძრაობას რომელსაც აბრალებენ დესტაბილიზაციის მცდელობას ზუსტად მშვიდობიანი არჩევნები აწყობს, იმიტომ რომ მისი რეიტინგი არის მზარდი და აქედან გამომდინარე მას არ აწყობს ასეთ შემთხვევაში სწორედ მათ აწყობს და გუშინაც მოვისმინეთ ჩვენ ახლა ის პოლიტიკური პირისაგან ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მას გააკრიტიკა და მართლაც სამარცხვინო იყო მით უმეტეს კომენტარი იყო ესეთი რომელიც მხოლოდ წავიკითხე რომ აიო სანდრას შეხვედრაზე რაც მოხდა ამას გულისხმობდაო ესე იგი ჩვენ საკუთარ შეხვედრებზე ჩვენ თურმე დესტაბილიზაციისთვის მოვიყვანთ ვიღაცას და ვაძახებინებთ რომ თქვენ ეს უსაფუძვლო და არც მიგიღიათ საკუთარ თავზე რომ თქვენ დაგაგაფრთხილეთ მივიღე საკუთარ თავზე ის რომ ეს მესიჯები რომელიც მიცემული ქონდა და დამუშავებული იყო ზუსტად არის იმისთვის რომ მოახდინონ და მოამზადონ პროვოკაციები, ზეწოლები, დაბრალებები საბურავების საქმე გამოძიებულია მოდით რომელსაც გამოხმაურების შესაძლებლობა გამოცხადია ბატონ ჯავანაძე საუბრობდა ზუსტად იმ საკითხზე რომ რაღაც მოწოდება იყო იმ საქმეს ხო იძიებენ დავიჯე რომ ჯავანაძეს მეტი ინფორმაცია აქვს ვერ გამოიძიეს ამიტომ არის ეს უსაფუძვლო ძალიან კი ბატონო ამიტომ არის ასაც ეხლა თქვენთვის შეიძლება უსუსურია იმიტომ შეიძლება არ გეჭრებოდით როგორ არ მეჭრებოდით მეჭრებოდით და არ მოწმეა და აგერ ნიდო არ მოწმეა ნება რომ ჩამჭროდით თორემ მეჭრებოდით კარგით თქვით კარგით იყოს ესე ჯერ ერთიც რომ თქვენთვის შეიძლება უსუსურია მინისტრი იმიტომ რომ ორ გვამს არ ითხოვს პირდაპირ ეთერში მინისტრის გამოსვლა მინისტრი იმიტომ რომ თქვენ უსუსურია ჯერ ერთიც მისმინეთ სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს ეხლა ბევრჯერ
მოგისმენია ჩვენ რომ ჩვენ სტატისტიკა არ გვაინტერესებს. ეხლა რუსთავიორს რო შეხედო, ეხლა შალვა ნათელაშვილმა თქვა, ეხლა შალვა ნათელაშვილი ძალიან საყვარელი რესპონდენტი გახდა რუსთავიორის რო ჰიტლერს რო ქონოდაო რუსთავიორი ვერც გაიგებდნენ გერმანელები ომი რო წააგესო და მართლაც ესე არის. განმნიშვნელობას ხო თქვა და ეხლაც რომ შეხედო შენ რუსთავიორს ჩათვლი რო ქვეყანა ინგრეო. ესე არ არის, რომ ჩვენც დავდივართ ამ ქუჩებში, ხო და ეხლა რაც შეეხება პოლიციის თვითნებობას ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვის წინ შავკანიანი პირები ერთი შავკანიანი პირი მოკლა პოლიციელმა და კიდევ ესეთი რამ ფაქტები ბევრჯერ იყო. ჩვენთან არ არის ეს სისტემური ხასიათი რომ ვიღაცები ძალადობენ და პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. მე როდესაც საუბრობენ რომ აი განგსტერულ ქვეყნად იქცა საქართველო და რაღაცა იცით რაშია საქმე თქვენს დროს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ევროპაში მესამე ადგილზე ვიყავით პატიმრები თავის თავს ეწინააღმდეგებიან. აი ბატონიკა აი კი ხომ მიჩდება როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გავს ფაქტი ხდება ისჯება თუ არა დამნაშავე. აი აქ მიდის შეკითხვა მთავარი და პრობლემა. პრობლემაშია მიცემული უკვე ეს პიროვნება. ეს ადამიანი მიიმალა და აი ამან გაამრავლა შეკითხვები. რომ ეხლა უკვე მაღალი სტანდარტებია სასამართლოში. ეხლა თქვენ რო იცოდეთ ადრე რომ მიიყვანდნენ მაგალითად ქურდული სამყაროს წევრი და იტყოდა რომ მე ვარ ქურდული სამყაროს წევრი და ეგრევე აპატიმრებდნენ, ესე აღარ ხდება უკვე. რა უამრავი ფაქტი არის ამისი და ესე მაღალი სტანდარტები რო არის სასამართლოში და ამის დასტურია ეს რომ უამრავი გამართლებელი განაჩენია ესეც მოწულ. და მე ერთხელ თუ კი აი ერთ ზავამთავრებთ როდესაც საუბრობენ რომ მაგალითად დანაშაული გაიზარდა თავის ლოგიკას და თავის ქმედებებში იჭრებიან იმიტომ რომ როგორ მაშინ თუ კი პირველ ადგილზე ვიყავი ჩვენ პატიმრების რაოდენობით ეხა ეს ხალხი უდანაშაულო ხალხი არა უდანაშაულო ხალხი ბევრი იყო საქმე იმაშია რომ ბოლოს 3 თუ 4 დღეა ძალიან თვალსაჩინო ეს დანაშაული რამდენიმე არა თვალსაჩინო არის დანაშაული ყველა ქალაქში ხდება და აი ამიტომ არის საზოგადოებაც შეშფოთებული კი ბატონო დაასრულეთ ეხა დანაშაული სამწუხაროდ ხდება და მოხდება ყოველთვის ეს არ არსებობს ასე შუა ქალაქში ეხა შუა ქალაქში ხდება ამერიკაშიც და მოსკოვშიც და საფრანგეთში ეხა ვერ გადიან ადამიანები ტერორიზმის შიშით და შვედეთში ახლა გაზრდილია გაუპატიურებების რიცხვი ეხლა ესე არ შეიძლება იცით საკითხის დაყენება მე პროფესიით იურისტი ვარ ერთი სტატისტიკა არაერთხელ დაგვიდია ჩვენ რომ გაცილებით დიდი იყო რაოდენობა დანაშაულებებისა ნაციონალური მოძრაობის დროს მაგრამ გაცილებით ნაკლები იყო გაშუქების რაოდენობა ეხლა შენ როდესაც დღე-დაღამე ატრიალებ რაღაცა ფაქტებს ხო ეს ფსიქოზი იქნება მოსახლეობაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რატო ჩასვეს მაშინ მთელი საქართველოს ციხეში უამრავი კი იყო უდანაშაულო მაგრამ ზოგი იყო მართლა დამნაშავე 32000-ზე მეტი კაცი ყავდა ჩასმული ციხეში და ვერ გავიგებ თუ კი მაშინ არ იყო დანაშაული რატო იყო ჩასმული ამ დიდი ხალხი ციხეში აი მინდა რომ ქავტონი მანე გამოეხმაუროს ჯერ იმიტომ რომ მქონდა ისეთი რეაქცია მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ გულწრფელად მინდოდა ბევრად მეტი მომესმინა მინისტრისგან პირველ რიგში მომესმინა მისგან რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით და მეორე მომესმინა რომ ის არა მხოლოდ სიტყვებით ამბობს რომ ხელს არავინ არ დააფარებს არამედ ეს კონკრეტულ ქმედებაში გამოიხატებოდა თქვენ მართალი ბრძანეთ როდესაც ბატონ ნიკოლოს უცხარით რა თქმა უნდა ყველა ქვეყანაში ხდება პოლიციის მხრიდან დანაშაული ოღონდ განსხვავებით საქართველოსგან როდესაც გირგულიანის საქმეზე მთელი ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის ყველა სტრუქტურა გადაეფარა და მცდელობა ჰქონდათ რომ ამ ადამიანებისთვის დანაშაულის გამო პასუხისგებლობა აეცილებინათ დაახლოებით უღონდ შედარებით პატარა მასშტაბში ამასთან გვაქვს საქმე. ეხლა თქვენ ამბობთ რომ სასამართლო სხვა სტანდარტებია. თუ ეს სტანდარტი ნიშნავს იმას რომ დამნაშავე უნდა გაგექცეს, ძალიან დიდი ბოდიში ეს უკვე ლობიოობაა მართლა. ერთი წუთით დავამთავრებ. ჩვენ ვითხოვთ მინისტრისგან, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ჯერ ერთი მე მამუკა მიქაუტაძის საქმე მინდა საზოგადოებას გავახსენო, ადამიანი რომელსაც თბილისის ზღვაზე თავი ჩამოიხჭვა ანალოგიური შემდეგ, როდესაც მეგობარზე დააწერინეს რომ ის დამნაშავე იყო. ეს ფაქტი მოხდა რამდენიმე წლის წინ თბილისში. სისტემური ხასიათი არ მიუღია, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ მინისტრისგან, რომ სამტრედიის პოლიციასთან მიმართებაში გავიგოთ რა ხდება, რა ზომები მიიღეს, იმიტომ რომ სამტრედიის პოლიციამ რა თქმა უნდა იმოქმედა იმ პრინციპით, რომ არ დახია თავისი მეგობრის ტყავი და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ადამიანი გაქცეულიყო. მე ვიცი რომ არსებობს, თქვენ იურისტი ხართ, მე არა ვარ, მაგრამ მე ვიცი რომ არსებობს საშუალებები, რომ ადამიანი რომელზეც ეჭვი არის, ელემენტარულად ან თავდებობით გამოუშვა და შემდეგ ვიღაცა თავდები იყოს ან შინაპატიმრობაში ამყოფო. ეს რომ გაგექცეს ადამიანი არის ერთმნიშვნელოვნად პოლიციის მხრიდან ხელის შეწყობა და მე ველოდი მინისტრისგან აი ამ ფაქტზე რეაგირებას. იმიტომ რომ ეს მაგალითი
რომ დღეს გოდერძი თევზაძე წასულია და პასუხს ვერ აგებს და არც ვიცი ჩვენ როდის დაიჭერენ აბარა ძალიან ისეთი სიტყვაა. ეს არის წამახალისებელი სხვა ბევრი პოლიცია. და ამასობაში გარდაცვლილის დედას კიდევ მიაღენეს ფიზიკურ აი, როდესაც შედიხარ სასამართლოში და კონკრეტული მტკიცებულება არ გაქვს, აღკვეთი ღონისძიების შეფარდება ვერ მოხდებოდა. ის რომ ეს დოკუმენტი იყო, ამას ექსპერტიზა ჭირდებოდა. და აი ერთი მინდა შევეხო კიდევ, რომ აი რა ნაციონალური მოძრაობა არ არის პროვოკაციაზე წამსვლელი. გავიხსენოთ ხალხო 2008 წლის არჩევნების წინ ხურჩაში ვინ ააფეთქა ავტობუსი და ამაზე არის გამამტყუნებელი განაჩენი. როდესაც პოლიციელის იმიჯებზე და ამ ინსტიტუტის რღვევაზეა საუბარი, გავიხსენოთ კარბელაშვილის ფაქტი, როდესაც ადამიანმა გამოვიდა სახალხო თქვა, რომ პოლიცია მიძალა და ჩემზეო, შემომახიეს ტანზეო და რომ არა ის ჩანაწერი, რომელიც პოლიციელებს აქვს ეს ჩანაწერი, 8 საათამდე თუ 6 საათამდე მიდიოდა ესე სიუჟეტი რუსთავი 2-ზე, რომ აი პოლიციელი პარლამენტარებს აღარ ინდობს და მე ბოდიშების მოუწია კარბელაშვილს, როდესაც გავიდა ეს ფირები. ძალიან ცუდი ფაქტია ის, რაც მოხდა იმ პიროვნებასთან დაკავშირებით სამტრედიაში, მაგრამ არავინ არაფარებს პოლიციელს, კიდევ ერთხელ უნდა ვერც დააფარებს და ნუ შევადარებთ ეხლა გირგულიანის ფაქტს ამ ფაქტს, იმიტომ რომ იცით რა შეა საქმე, მაშინ ხელისუფლებამ როგორ მოიქცა, კარგად დავინახეთ ჩვენ და ეხლაც ანალოგიურად ესეთი ქმედებები არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება თუ კი ერთი რამე მინდა ვთქვა, თუ სახელმწიფოს რღვევა დაიწყება აი ამ ინსტიტუტების დაშლით, ამ ქვეყანაში განმეორდება ის აუბედითი და ცუდი პერიოდი, რომელიც იყო. ხავატონანას მიცეთ გამოხმაურების შესაძლებლობა. არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ ალბათ უმჯობესია რომ დავიწყო იქიდან, რაზედაც იყო შეშფოთება მინისტრის მხრიდან, რომ ქვეყანაში შეიძლება იყოს დესტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, ამას მე ვეთანხმები, რომ ეს შეიძლება გარდაუვალი აუცილებლობაც იყოს არჩევნების დროს, იმიტომ რომ მათ თავარ ოპოზიციურად ძალად გამოაცხადეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან, უბრალოდ როგორც კი გადაწყვიტა, რომ სულად აიღო ძალაუფლება, მაშინვე ისწავიდა მხოლოდ კონსტიტუციის კანონის იგნორირებით, სახელმწიფო გადატრიალებით, ანუ ეს ადამიანები არიან მიჩვეული, სწორედ კანონის დარღვევით ხელისუფლებაში მოსვლა, კანონის დარღვევით ხელისუფლების მართვა და იმ რეჟიმის დამყარება, რომელსაც ჩვენ 9 წლის მანძილზე ვაფასებდით და ვიბრძოდით ამ რეჟიმის შესაცვლელად. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესეთი ძალა იქნება სახიფათო საშიში საზოგადოებისთვის. კიდევ უფრო საშიში ვიდრე ხელისუფლებისთვის და აქედან გამომდინარე, მისი პასუხისმგებლობაა ხელისუფლების, რომ ის სისტემური დანაშაულებები, რომელიც იყო მათ არ შეაფასეს, ამაზე არ დააყენეს არანაირი განაჩენები და დღეს, როდესაც საუბარია, რომ იმ პოლიციელმა დააშავა, ის იმ პოლიციელსაც იცით რისი განცდა აქვს, რომ ჩემზე უარესად რომ დააშავეს სხვებმა. იმათმა რითი აგეს პასუხი და რა მოთხოვა დღევანდელმა ხელისუფლებამ. წინა ხელისუფლებამ რაც გააკეთა, ჩვენ იმათზე როგორც კრიმინალებზე ხომ აღარ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლებამ, დღევანდელმა ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა იმ კრიმინალების წინააღმდეგ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ადამიანებს ხოცავდნენ, აწამებდნენ და უამრავ დაუშვეს ის შესაძლებლობა, რადგან ახლა თავად საუბრობენ, როდესაც შენ აძლევ მაგალითს, ყველაფერი არის, ხალხი არის მაგალითი, ეხლა, როდესაც მინისტრი იძახის, რომ პატივიაცით პოლიციას, ხო განცხადებით პატივს ვერ ვერანაირად. მან უნდა დაბადოს ეს პატივისცემა, მან უნდა დაბადოს სიყვარული და ინგლისში კანონი არსებობს, რომ პოლიციაზე არ შეიძლება საჩუქრის და რაღაცის მიცემა და ინგლისელები დღესასწაულებზე რასაკეთე განსაკუთრებით 5-6 წლის განმავლობაში ჩუმად ღამე კალათებში აგროვებდნენ საჩუქრებს და სახლებთან მიქონდათ პოლიციელების. თუმცა ამას ხელისუფლება გრძალობდა, კანონი გრძალობდა, მაგრამ იმხელა პატივისცემა ჰქონდათ პოლიციის მიმართ და ეს პოლიციამ უნდა გააჩინოს საზოგადოებაში, თორე მინისტრი იტყვის ამას, პრემიერ-მინისტრი კი არა, პატრიარქმაც რომ თქვას, რომ რა თქმა უნდა ამას არ ველი პატივიაცეთ პოლიციასო, თუ საზოგადოებამ არ იგრძნო ეს დამოკიდებულება, ვერანაირი მოწოდება ამას ვერ უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, მთავარი არის, რომ დღეს, ვინაიდან დღეს სამართლებრივად, სამართლიანობის აღდგონის კუთხით არაფერი არ მოხდა, ეს კრიმინოგენული სიტუაციები კიდევ უფრო გახშირდება, მანამ სანამ ხელისუფლება არ მიხვდება იმას, რომ გერმანელები იყვნენ ის ცივილიზებული ადამიანები, რომლებმაც გადადგეს ეს ნაბიჯი არა იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ბოროტმოქმედები და ვინმე დაესაჯათ, იმიტომ რომ ქვეყანა განვითარებულიყო. სანამ ეს პრეცედენტი არ მოხდება, მანამ მუდმივად იქნება კრიმინოგენული გარემო, კრიმინოგენული გარემო არის ახალისებული, იმიტომ რომ იმადა ნებისმიერმა პოლიციელმა, რა თქმა უნდა, ნებისმიერმა პოლიციელმა იცის, რომ აგერ რასაც ლაპარაკობდნენ 2 გვამი მომიტანე, 5 გვამი მომიტანე, ქუჩებში ჩავხოცე და არაფერი არ მოხდა ამის მე. აქედან გამომდინარე, გერმანელები და მაშინ სხვადასხვა ამერიკელები იყვნენ ამის ინიციატორები, დღეს ლაპარაკობენ. ამერიკელები იყვნენ უზარმაზარი ეკრანები დადგეს და მთელ სოფლიოს აყურებინებდნენ, რას აკეთებდნენ ფაშისტები. იმიტომ რომ მათაც შეეხო ეს. ეს რო ყოფილიყო მხოლოდ გერმანიაში და ეს ფაშიზმი რო გერმანიას არ
არ გაცილებოდა. კაცმა არის ის ასევე რა შეფასებას მიეცებდა დასავლეთი, მაგრამ მათ რო შეეხო, მაშინ მიხვდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო საყოველთაო. ის რაც არ გააკეთა დღეს ქართულმა ოცნებამ, დღევანდელმა ხელისუფლებამ, მას ის ბუმერანგივით შემოუბრუნდება, სამწუხარო ის არის, ამას ჩვენ აი ქავდომანა დაეთანხმებოდით ლოგიკის რომელიმე ნაწილში ქავდომანას. იცით, ნანამ გაანავწო ის, რაც მე ვთქვი, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ყველა ასეთ სიტუაციაში საგანგებო ზომები მიღებული და აღიკვეთოს, რომ შემდეგში ყველამ დაინახოს, რომ ეს დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ადამიანს მისცეს გაქცევის საშუალება და მისცეს მიზანმიმართულად. აქ ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა. რაც შეეხება დესტაბილიზაციას, ნინო, იცით, ანანა მაპატია ჩაგაგებ, მარტო გაქცევა კი არ არის ამ პოლიციელის პრობლემა. რომ ჩაიდინა ის პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩაიდინა იმიტომ რომ ამის ხელი დააყარეს ხელისუფლებამ და მისცეს საშუალება იმისა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. და დამეთანხმებით იმაშიც, რომ შეიძლება და ელემენტარულად შინაპატიმრობა ქონოდა ამ ადამიანს და არ მიიღოთ, თქვა, რაღაცა ღონისძიების სახით წინასწარ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება დესტაბილიზაციას, იცით, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის გნებავთ ეწყინოს ქალბატონ სევდიას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გამიკვირდება, რომ მათ ამარჩევნების წინ რაღაცა დესტაბილიზაცია ჩაიდინონ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი დადგმული, არა, მოტივიც არსებობს ქალბატონ სევდია, ძალიან ბევრი დადგმული სპექტაკლი გვინახავს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით. გვინახავს ადამიანების თვის იარაღის ჩადება, ნარკოტიკის ჩადება, მაგალითად ჩვენს თავმჯდომარეს. არა, ჩვენს თავმჯდომარეს სწორედ იმიტომ, რომ ის ვერანაირად ვერ დაიმორჩილეს, ვერც გადაიბირეს და ვერ გააჩერეს, ჩაუდეს იარაღი, ნარკოტიკი და ეს საქმე გაერომდე იყო ლამის მისული, ხო? არ გამიკვირდება, მაგრამ მე როგორც მოქალაქეს, როგორც პოლიტიკოს მიმაჩნია, რომ თავიდან ბოლომდე ეს უნდა იყოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც აირჩია ხალხმა და რომელიც ვალდებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის ნეიტრალიზებაც მოახდინოს, თუ კი ვინმეს ამის სურვილი ექნება იმის ნეიტრალიზებაც მოახდინოს და ქვეყანაში მოქალაქეებს ჩვენი სტუდიის თუ არ შეასრულებს ამას მინისტრი, ბუნებრივია ეს იქნება ძალიან ცუდი პროტესტია. ყველა გზა, რაც უკავშირდება რაღაცნაირად ნეგატივს, მოდის მაინც ნაციონალური მოძრაობისკენ, რომ სწავლობენ ახლა თქვენ. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ყველას ეშინი ამ პოლიტიკური ძალის, ну, რა თქმა უნდა, ეს ახლა ხერხი არის პოლიტიკური, იმიტომ რომ ხერხი არის, რომ ყველაფერი უნდა დააბრალო მტერს. საქმე ის არის, რომ ეს არის სწორედ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ძალა არსებობს. მას აქვს სიცოცხლის უნარიანობა, ყველა მიცის, მე ხა დავდივარ მოქალაქეებს ხვდები და უკვე 2000-მდე ადამიანს პირადად შევხვდი, რომ საქმის გამკეთებელი და ამ ქვეყნის წინ წამყვანი ძალა ეს არის. რა თქმა უნდა, სხვა გზა არ არის, რა სპექტაკლებზე ელაპარაკი ახლა კიდევ შედევრს ელოდება ეს ქვეყანა, რომ რაღაც შედევრი გამოვიდეს ხაინდრავასი და ფაქტებად მიაწოდონ ადამიანებს მისი ფანტაზიის ნაყოფი. სამწუხაროდ არავინ გადაიღო მის მიერ არც ავტობუსის ჩაცხრილვა მეტეხის ხიდზე ზვიადის გაქცევის დროს, არც აფხაზეთში რას ძარცველს ჩადიოდა, არც მისი ნარკოტიკული ასე ვთქვათ რაღაც. ამას არავინ არა, გთხოვდით რომ არა, მე მინდა გითხრათ ის რაც არავინ გადაიღო მეთქი, ხო, არავინ გადაიღო, ვერამ გადაიღო, არასოდეს, აი ამიტომ არ ვიცი. ამიტომ დიახ, ასევე შეიძლება ზუსტად ასევე სრულ ფილმის გადაღება. բայց ახლა თქვენ ამბობთ გამომდინარე აქცებოდა ციხეებში. შეიძლება მე არა, როსაურობ ამით შეურაცხყოფას აყენებთ იმ ადამიანებს, ვინც არის ერთი გაუპატიურებული ადამიანი მანახეთ, რომელმაც შეიტანა ეს საკითხი. იურისტი ძანდობია, როგორ იძახით მაგას რომ ერთი მანახეთ, მოაფიროვნებ, ერთადერთი არქანია იყო რომელმაც თქვა რომ გამაუპატიურებს, ის ერთადერთი იყო ვინც თქვა არქანია. ის სირცხვილია, უბრალოდ ქვერასაც იძახით ადამიანებს სირცხვილი ეგ არის 28000 ფაილის შემქმნელი ხელისუფლების 28000 ადამიანს 28000 და ორგვამის მომთხოვნი ხელისუფლება. იმიტომ აბრალებთ ადამიანებს ისინი არიან გაუპატიურებული მაშინ, როდესაც ისინი არ არიან ორბიტაზე ხარ, დღეს პოლიტიკურ ორბიტაზე. ეს იყო რეალობა რა თქმა და ის კასტრებში აღმოჩენილი ასეთ მაშინ უნდა დაჩინონ ეს ადამიანები უნდა დასჯილიყვნენ და ორდენი კი არ უნდა დაეკიდებინათ და გაეშვათ, უნდა დასჯილიყვნენ ამის გამკეთებლები და რა თქმა უნდა ხელი უნდა და არ დაისაჯენ ორდენები და ანუ მე რა გეუბნები, ბაჩან ახალაია, უამრავი ტყილს ატყუებთ საზოგადოებას. როგორ არც ჟურნალისტზე ორი წელიწადში გამოვიდა. არა, რისთვისია. რისთვისაც ანგარიშვალებაზე საუბრობთ. აი ხელისუფლებას ის შანსთა შეკრებითობა რო არ გაეუქმებინა 2 წელიწადში ვერ სხვა საკითხზე მივდივართ. აი ანგარიშვალებაზე შეკრებითობა რო არ გამომდინარე ეს
რაც საზოგადოებაში არის პოლიტიკური გაცდა იმაზე უსამართლობის. მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში ამ არჩევნებისთვის ნორმალურ ვითარებაში ჩვენი შანსები იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ასეთი პიარით შეიძლება ბრძოლა და მადლობთ, მოდით დაველოდოთ არჩევნების პროცესს, რაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია უпроსტოდ ამ არჩევნების პროცესთვის ის, რაც ხდება მანამდე, არჩევნებამდე და არა მხოლოდ მის დღეს, ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს იმაში, რომ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა გქონდეთ. დიდი მადლობა სტუდიის სტუმრებს, გაბატონებს მანა ნაჭყებიას, ნანა კაკაბაძეს, სევდიოგრაფელს.